თისა და ფიჭვის სურნელით გაშხენთილი ზღაპარი, ბორჯომი. ბორჯომი არის ბალნეო-კლიმატური კურორტი. ეს ინფორმაცია თანდათან გავრცელდა და მიაღწია სამეფო დინასტიამდე. ფურცელ აგროვებდა ბორჯომის ისტორიას. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გასტროენტეროლოგიური პროფილის პაციენტები იყრიდნენ თავს აქ. ჯანმრთელობის ელექსირი სახელად ბორჯომი. ანუ ორსაუკუნოვანი ისტორია რამდენიმე წუთში. ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერულად დაამტკიცა, რომ არა მარტო აბაზანებისთვის გამოიყენებოდა ბორჯომის წყალი, არამედ დასალევათაც სამკურნალო თვისებების გამო. აძლევდა სამხედროებს ბორჯომის წყალს და ნახულობდა არნახულ შედეგებს. ბორჯომი, როგორც სამეცნიერო კურორტოლოგიის სავანე. ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებებში რა არის აღსანიშნავი? აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ იწვევს წონაში კლებას. ნახშირორჟანგის დამატება ბოთლში იწვევს კონსერვაციას. ყველა სადოქტორო სამეცნიერო თემები გასტროენტეროლოგიაში მუშავდებოდა ბორჯომის სანატორიუმში. მაშინ ბერიამ დიდი საქმე გააკეთა კავკასიის და საქართველოს დაცვაში. ნახეთ, ეკა ხითარიშვილის დოკუმენტური სატელევიზიო ნარკვევი ბორჯომი, საქართველოს სავიზიტო ბარათი. კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.